სწორედ სამების საკათედრო ტაძარი იყო პირველი, სადაც წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. ჯორჯიანი არვესის ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23 საათსა და 40 წუთზე დაეშვა. პროცესში ჩართული იყო პილიგრიმ ტურსი, რომელმაც წმინდა ცეცხლის ჩამობრძანება უზრუნველყო. მაცხოვრის საფლავზე გარდამოსულ წმინდა ცეცხლს აეროპორტში ტრადიციულად მორწმუნეები დახვდნენ. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში დიდ შაბათს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მორწმუნეთათვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია. მადლიერება მინდა გამოხატო უფლის, რადგან ესეთი ასე ვთქვათ, წილად ხვდა ასეთი ბედნიერი წუთები და საათები, რომ წმინდა ცეცხლი მოვიტანეთ თქვენამდე, თითოეული თქვენამდე მინდა თითოეულ თქვენთაგას ქრისტეს აღდგომა მოგილოცოთ და რა ვიცი, მრავალი ბედნიერი დღეები შემოეტანოს თითოეულის ოჯახში. ქრისტე აღსდგა. მოვახერხეთ ცეცხლის ავება და წამობრძანება საქართველოში, რათა ქართულმა ხალხმა გაიზიაროს ეს სიხარული და როგორ შესაბამისად მიიღონ ეს ღვთაებრივი მადლი, რომელიც არის მისგან მონიჭებული. გილოცავთ ქრისტე აღსდგა მკვეთრით, რომელმაც სიკვდილი დათრგუნა, გაიმარჯვა სიკვდილზე, გაგვიჩნდა კარი ცხონებისა და სამართლისა და ყველა კაცობრიობა შეუძლია ქრისტიანის მართლმადიდებლებს ღვთის მცნებების დაცვით მივახციოთ იმ მიზანს, რომ ცხონდე და გადარჩეთ.